სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით მეგობრებო. ესე იგი, წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია დედაო. ჩვენ ესე იგი იმისათვის რომ დედა ეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სული წმინდისა, ხო, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება, ხო? ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა, მეგობრებო. ნათლისღების საიდუმლო, ხო? ასე ვთქვათ, პირველ ქმნილ და ყველა სხვა ცოდვასაც, ანუ ავიარებ ერთსა ნათლისღებასა, მოსატოვებლად ცოდვად გახსოვთ, ხო? წამში ყოველდღიურად ვიმეორებთ ქრისტიანები, ხო? საიდუმლო მართლაც დიდია და ხშირად მასში მონაწილეებს იქნებ სწორედ მისდამის სერიოზული დამოკიდებულების გამო უამრავი ყოფითი შეკითხვა უჩნდება. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ნათლისღებამდე? ანუ ეხლა ეს დღეები უახლოვდება, ზეგარის ნათლისღება, ხო? უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ანუ პირველ რიგში ეხლა რა უნდა გავაკეთოთ, მეგობრებო? აუცილებლად უნდა მივიდეთ, ეხლა მე ვამბობ, მისმეს ეხლა გასაგებია წლებით ვის დადის, ეხლა მათთვის არ ვამბობ მე გასაგებად, ანუ ვის თქვათ, ეხლა დაიწყო ესე თქვათ ეკლესიური ცხოვრება, პირველ რიგში ან საერთოდ ესე თქვათ არ დადის ეკლესიაში, მეგობრებო, პირველ რიგში მივიდეთ ტაძარში, თუ ყავს მოძღვარი, რა თქმა უნდა, აღსარებად ჩავაბაროთ, რომ 19-ში დილით წირვაზე ესე იგი ვეზიაროთ. ვისაც არ ყავს მოძღვარი, აუცილებლად აი თხოვნა არის, რომ ესე იგი არ გადადოთ, იმიტომ რომ ძალიან ახლოვდება ეს თქვათ ეს დღეები სწრაფად გარბის, რა ვიცი, გარბის თუ ფიქრის თუ მიფრენავს თუ როგორ დავარქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ როგორ მოკლე არის, ესე იგი წლები გარბის, როგორც თვეები, როგორც კვირა და ესე იგი დღეზე ხო საერთოდ არ გვაქვს საუბარი, როგორ ხამდება და თენდება, საერთოდ ვერ ვგზნობ პირადად მე, ალბათ თქვენც. ამიტომ არ გადავდოთ ეს საქმე, მართლაც გადადებული საქმე იშმაკის არისო, მივიდეთ, უთხრათ მეგობარს, ნათესავს, რომ აი მოძღვარი ყავს, მასთან მივიდეთ და გაუხსნათ გული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ღმერთს. ხო, ჩვენ ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები და შემდეგ, შეზლების დაგვარად, როგორი კურთხევას მოგცემთ, მოდელი ეზიარებთ. მეგობრებო, მეორე, აი ახლა 2 დღე რჩება, ხო? სანამ არის კიდე ესე იგი 2 დღე, ხო? აი დღეს 17-ია, ხვალ 18, ვაპატიოთ. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ. გულით აპატიეთ, შეეცადეთ. აი დაურეკეთ ეხლა, აი მობილური ნომერი დაურეკეთ, თუ ეხლა სხვადასხვა სიტუაციებია, მე მესმის, შეიძლება ადამიანი ესეთი ესე იგი გიღალატოს, ანუ უფრო საშინელი რაღაც ცოტა ჩაიდინოს შეცდათ, და მოკლედ ეხლა ამაზე არა, მაგრამ ანუ ერთი სიტყვით რომ ძალიან ადამიანს შეიძლება გაწყენიოს, მაგრამ დაურეკეთ. თუ არ გინდა დაურეკოთ, მიწერეთ დღეს 1000 საშუალება, მესენჯერი, WhatsApp-ი, Viber-ი, რა ვიცი, SMS-ი, მიწერეთ რომ აი ასე და აპატიეთ. და მეორე დღეს, ხო, თქვენ თვითონ იგრძნობთ რაღაც არაამქვეყნიურ სიხარულს, დამიჯერეთ. და მესამე, მეგობრებო, ვისწავლოთ სიყვარული, თავდაბლობა. და რაც ყველაზე მთავარი არის, ვიყოთ და დავრჩეთ ქრისტეს მიმართ ერთგუნი. არასოდეს არ დავკმაყოფილდეთ ჩვენი დღევანდელი სიტუაციით, ხო, ჩვენ რალშვებით, ლოცვებს ვკითხულობ დილა საღამოს, დაუჯდომელებს, ფსალმონებს,
ესე იგი სამოციქულოს ეპისტოლეებს თუ სახარებას ვკითხულობთ, ეკლესიაში დავდივართ შაბათ-კვირას, ვეზიარებთ, ასარებას ვაბარებთ, გასაგებია ყველაფერი. მაგრამ პირველ რიგში უფალი აი გულს უყურებს. ჩვენ გულს და არა ჩვენ გარეგნული ეს მეორე ხარისხოვანია. უფალს არ ჭირდება ეს ჩვენი მეტანიები და ეს გასაგებია, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჩვენთვის არის კარგი, ხო? რა თქმა უნდა ეს აუცილებელია მეტანიები, მუხმოდრეკა ეს ძალიან კარგია, ძალიან კარგი. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ პირველ რიგში უფალი ჩვენ იესო ქრისტე უყურებს ჩვენ გულებს. ამიტომ ცოტა გამოსწორდეთ, რაც არ შეგვიძლია, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია ისე ქრისტეს გარეშე, თვითონ უფალი ბრძანებს რომ სახარებაში ჩემ გარეშე არაფერს კეთება არ შეგვიძლია. ამიტომ შევთხოვოთ უფალს, რომ აი უფალო არ უნდა ის რაღაც ეს მაღალ ფარდოვანი სიტყვები და ოფიციალურად არ უნდა, არა, უფალი აგერ არის, აი ჩვენთან არის. უფალი ბრძანებს, სადაც 2-3 შეიკრიბება, მე მუნ ვარ, ხო მე თქვენთან ვიქნები და აი ჩვენ ამდენი ვართ, აგერ უკვე 8000. ესე იგი გაუმწერია და ერთი ოჯახისავით ვართ, ხო? ამიტომ თქვენი შენი სიტყვებით უთხარი, რაც გულზე გაქვს. აი როდესაც შედიხარ იქ, ავიცი მე იქ მინისტრთან, ან პრეზიდენტთან, ან მეფესთან რაღაც სათხოვრა, როგორ თხოვ, ხო გულით თხოვ რაღაცას, როცა რაღაცა გინდა. ან ავიღოთ ელემენტარული სამსახურში რო შედიხარ და გინდა რაღაცა, იქ თხოვ, იქ შვებულება, ან დამატება, ან იქ წისრები და ხელფასი, ან რა ვიცი მე პრემია, ან ნუ მოკლედ. ანუ იმის თქმა გინდა რომ უბრალო გულით შეთხოვეთ უფალს, რომ უფალო აი მე აი ასეთი ვარ რა, აი ესეთი აი სუსტი ვარ მე რა, სუსტი ვარ, არ შემიძლია მე. მოდი ჩემთან, მოდი დამეხმარე მე, გთხოვ მე შენ გარეშე არაფერს კეთება არ შემიძლია და ნუ აი ვიღოთ მაგალითად სიგარეტი სიტყვა. აი მომეცი ძალა რომ ესე იგი დავაგდო ეს ჩვევა, ეს სიგარეტი გადავაგდო სიტყვაზე. ხო იქ ნუ ითხოვეთ ასე, თხოვეთ გულით. ესე იგი მუხმოდრეკით თხოვეთ და მთელი თქვენი გულით, მთელი თქვენი გონებით თხოვეთ უფალს და როგორ ფიქრობთ თქვენ უფალი არ შეისმენს? რა თქმა უნდა შეისმენს და აგისრულებთ კიდევაც. ჩვენ უნდა აი ეს გავაკეთოთ მეგობრებო, დავიწყოთ. მე მახსენდება ყოველთვის თეოფანე დაყუდებული სიტყვები. ესე იგი ადამიანი უნდა იყოსო აი დაჭიმული სიმი, ხო იცი და გიტარის სიმი, ხო დაჭიმულია სულ და არასოდეს არ დუნდება, ხო? თუ გავდუნდება გასკდება. და აი ესე როგორც არისო გიტარის სიმივით უნდა იყოსო ქრისტიანი ყოველთვის, ესე იგი დაჭიმულიო ეს და არასოდეს არ უნდა მოდუნდესო. მოვდუნდებით, დავეცემით. კიდე დავეცემით, კიდე და ჯაჭვი წავა. მე ერთ ვიდეოში საუბრობ ამას. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ახლოვდება უფალმა აიღო ჩვენი ცოდვები, კაცობრიობის ცოდვები აიღო, რომ ქრისტემდე ვიცხოვრობ და ქრისტეს დროს და ქრისტეს შემდეგ, ანუ ჩვენ ვიცხოვრობ. მან აიღო ეს ცოდვები, წარმოიდგინეთ. ეხლა რას ნიშნავს ეს, როგორ აიღო, რატომ აიღო, თავის ცხოვრებრივ ვის გაშეწირა ამაზე თუ იქნება თქვენი სურვილი, ჩავწერთ ვთქვათ ვიდეოს და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ რაღაცა უნდა რაღაცა დავთმოთ რაღაცის სანაცვლოდ. ასე არ შეიძლება რომ ესე იგი და იგივე რო ტრიალდებდეს, აი ახლა ახალი წელი მოვიდა 2026 წელს და დავფიქრდე და ვთქვათ რომ ესე იგი მოდი რაღაცა შევცვლი რა, ასე ხომ არ შეიძლება მართლა. გასაგებია ღმერთი მოსიყვარულე მამაა, რა თქმა უნდა, იმას ყოველთვის უხარია და ყოველთვის ის ეძებს, ესე ვთქვათ, ის ეძებს კი არა, ის ყოველთვის მზად არის რომ ჩაგეხუტოს შენ ეს როგორც უძღების შვილი, გახსოვთ სახარების სილიგავში, სახარებაში უწერია და ამიტომ რაღაცა გამოვასწოროთ. მე მახსენდება აი ერთ-ერთი ახლა ესეთი რამ, ახლა ზუსტად არ მახსოვს, წავიკითხე თუ მოვისმენე, არ მახსოვს ზუსტად და მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა. ერთ-ერთი ადამიანი ქრისტიანი, რომელიც იყო მაზიარებელი, აფსარებელი, დადიოდა წირმალოცვას, არასდენდა, დაუჯდომას კითხულობდა და ასე შემდეგ. ეკლესიურად ცხოვრობდა მოკლედ. იქ საქმეებსაც აკეთებდა, მოწყალებასაც გაიღებდა და ასე შემდეგ და
გახდა ხა თუ არ ვშტები რაღაც 82 თუ 81 წლის გაახდა შეუსრულდა რა და დაჯდა და დაფიქრდა ისე თავის თავს უპასუხა უთხრა დაუშვა კითხვა უბრალოდ კი მაგრამ როდისღა უნდა დავიწყო ქრისტიანულად ცხოვრებაო და აი მეგობრებო აი ჩვენს ასე მოგდეს ყველას ჩვენ ესე იგი ლაპარაკობთ ბაგებთ უჩემს ლაპარაკეთ ესე იგი ყველა მაგრები ვართ ეხლა ქართველები ვართ და ეხლა საღეძელოში ყანწი რო გვიჭირავს იქ ეხლა ვინ მოგვერევა კაცო ჩვენ მაგაში ეხლა სიტყვაში და დიდება ღმერთს და ასე შემდეგ მაგრამ ელემენტარული რო კითხო თქვა ბრწამსი იცის ზეპირად მამაო ჩვენო იცის ზეპირად ღვთისმშობელო იცის ზეპირად რამდენი მოციქული ყავდა ქრისტეს ეხლა მე ღმერთმა დამიფაროს კაცო და ღმერთმა შემინდოს არავის განკითხვაში კი არა და არავის არ მინდა რომ ვაწყენინო რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით ყველას მიმართ პატივისცემით მაგრამ უბრალოდ საუბრობ რაც არის ხო და ეს სიცხვილი არის რომ არ იცი შენი აღსარება ანუ შენი რწმენა ხო და სახარება კარგი თუ ზეპირად არ იცი შეიძლება არცა ეხლა მაგრამ სახარებას ადამიანი რომ რა ვიცი არც აქვს გადაში წაკითხული არა არც იცის ხო რა ხდება რომ ნუ კარგით ამაზე სხვა დროს ალბათ ცოტა გამიჩიანურდა ეხლა გამიგრძელდა მოკლედ მეგობრებო აი რაც ეს თქვია ეს სამი რამ უნდა გავაკეთოთ და ბოლოს ყოველთვის ვამბობ მე ამას და არასდროს არ მომბეზდება სულ ვიტყვი რომ ივანე ოქროპირი ასეთ რამეს ბრძანებს ამბობს რომ ღმერთს ისე არაფერი არ ეზიზღებაო ისე იმდენად არ ზიზუსო ნუ ეს იზღება და ესე იგი ძულს ეს გასაგებია ხო ეხლა ღმერთს ჩვენი ლოგიკურით ჩვენი ადამიანური ლოგიკურით საუბრობ გასაგები რო იყოს ანუ ღმერთს იმდენად ისე არ ზიზღებაო ჩვენი ცოდვებიო რამდენად ის რომ ჩვენ არც კი ვცდილობთ რომ გამოვსწორდეთ ამაშია საქმე აბა დაფიქრდეთ ჩავიხედოთ ჩვენ გულებში ეხლა ამას რომ მოусმეთ დამთავრდება იქ ვიდეო როლიკი გათიშავთ გადახვა სხვაზე და всё twin-ი წავა და всё აი მოусმინე ეგ ვიცი გასაგები არა ზუსტად დაიწყეთ აი დღეს დაიწყეთ აი ეს გამოსწორება იცხოვრეთ არა გუშინ არა იმ ცოდვით რაც გაქვთ ჩადენილი მომაკვდინებელი ცოდვა რომელიც არ გაძლევთ თქვენს ესე საშუალებას რომ ესე იგი გახვიდეთ და ფიქრობთ იმაზე რომ აი ღმერთი მე არ ესე იგი მაპატიებს ანუ უკან არ უნდა მოვიხედო დასვოთ ძველ აღთმაში ლოთის ცოლმა რომ მოიხედა უკან და გაჩერდა გახდა მარსვეტი მარილის სვეტისავით გახდა ეს და გაშეშდა ანუ ერთ-ერთი გამარტება ასეთია რომ უკან მოიხედა ღმერთმა უთხრა უკან არ მოიხედო როცა სოდომი და გომორი უკვე მოდიოდა გუგლდის ცეცხლი ხო უკან არ მან უკან მოიხედა და ეს ნიშნავს იმას რომ ღმერთი ჩვენს გვეუბნება ანუ მამების გამარტება ასეთია რომ უკან არ უნდა მივიხედო რაც გაქვს ჩადენილი გაქვს всё მაგას ვერ გამოასწორებ შენ უნდა გქონდეს იმის იმედი შენ თუ მოწმუნე ხარ შენ თუ გწამს ღმერთის და შენ იმედი გაქვს ღმერთის მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ უფალი შეგინდეს გაპატის მოგიტევებს ჩვენ პეტრეს მაგალითი უნდა ავიღო და არა იუდასი ჯვარი მწერია ყველას იუდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდა წავიდა მოინანია და თავი მოიკლავა ხო ჩამოიხრჩო ნუ ეს აბარა მონანიება კარგით კიდე ბევრ რამეს საუბარი მინდა მაგრამ სხვადასხვა თემებზე ესე იგი გადავალ და მოკლედ იმის თქმა მინდა ხო რომ აი გამოსწორება ჩვენ რომ გამოსწორებას დავიწყეთ ხო თუნდაც მაინც დავეცეთ ერთხელ ორჯერ უფალი ხო დაინახავს ამას გულს ხო დაინახავს და ერე შეგეწევა უკვე აი სცადოთ ესა სცადოთ არ მინდა ის დიდი რაღაცა პატარა რაღაცეები სცადოთ ჩვენი ჩვევები ზოგს სიგარეტია ზოგი ну დალევალოთობა ეხლა ეს ძალიან დიდი ცოდვაა და ძალიან დიდი სცენია ხო მაგრამ ესე იგი დავიწყოთ იქ ზოგს ჭორაობა შური ყვირილი ბლციტყობა სიგარეტი რავი 1000 რამე რა მოკლედ და ეგოიზმია პატავნება სიამაყე ხო ну ასე შემდეგ და დავიწყოთ ვიმუშაოთ და აგერ ახლოვდება დღეები და შემდეგ ხვალ 19-ში არის ვიცი მაგრამ ხშირად ეუბნებიან ხოლმე
როდესაც დღესასწაული არის, ან როდესაც წმინდანის დღე არის, მე წინა დღეს ესე იგი ვტვირთავ ხოლმე ვიდეოს, რომ ესე უფრო კარგია და უფრო ანუ ხვალ 19 არის, 19-ში ნათლისღება, მე 18-ში დავდებ ნათლისღების შესახებ რა, როგორ, საიდან და ასე შემდეგ. კარგით, გაიხარეთ და ღმერთმა გაგაძლიეროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაგახაროთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ. მადლობა.